საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრში გამოჩენილი მუსიკოსის ლოტბარისა და მომღერლის ზვიად ბერიაშვილის ოჯახის დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი ჩატარდა. მუსიკოსის ხსოვნის საღამო ნიკოლოზ რაჭველისა და საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის ორგანიზებით მოეწყო. საქველმოქმედო კონცერტზე აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა, სამების ტაძრის საპატრიარქოს გუნდი, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, ცნობილი სოლისტები გიორგი ცაგარელი, ქეთევან ქართველიშვილი და სხვა ქართველი შემსრულებლები მონაწილეობდნენ. კონცერტის დირიჟორი აფხაზეთის სახელმწიფო კაპელის ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ზვიად ბოლქვაძე გახლდათ. აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა ახალი მაესტროს ზვიად ბოლქვაძის დირიჟორობით პირველად წერსდგა მისი ერთგული მსმენელის წინაშე. კაპელის მომღერლები დარწმუნებული არიან იმაში, რომ ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსი გუნდის საქმიანობაში სიახლეებს შეიტანს და სამომავლო გეგმებიც უკვე დასახული აქვთ. ოპერის სცენაზე კი აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა ახალი ნაწარმოებით წარსდგა. იგივე პროგრამით საგუნდო კაპელა ბელგიაში გასტროლებზე მიემგზავრება. ჩვენ ახალ ხელმძღვანელთან ერთად ბატონ ზვიად ბოლქვაძესთან ერთად პირველი კონცერტი იყო ჩვენთვის. ძალიან სასიამოვნო იყო ეს პროცესი, ბევრი ვიმუშავეთ, შევასრულეთ ევგენი მიქელაძის სახელობის ორკესტრთან ერთად შუბერტის მიბემოლ მაჟორული მესა. რა ვიცი, გონია რომ მუშაობამ შედეგი გამოიღო და ასე ვთქვათ, სიამოვნება მივანიჭეთ მაყურებელს. დანარჩენი ალბათ უკვე მაყურებელმა უნდა განსაზღვროს. ჩვენ ამ პროგრამით რამოდენიმე დღეში მივდივართ ბელგიაში, ბრიუსელში. უნდა შევასრულოთ ეს მესა ბელგიელ დირიჟორთან ერთად. იქაც იმედი მაქვს, რომ ასეთივე წარმატებები იქნება და ჩვენი შრომა დაფასდება. როგორც კაპელის ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ზვიად ბოლქვაძე ამბობს, ამ კონცერტს მისთვის მრავალმხრივი დატვირთვა ჰქონდა, რაც მრავალი ფაქტორითაა განპირობებული. მაქვს ბედნიერება, რომ მქვია აფხაზეთის კაპელის სამხატვრო ხელმძღვანელი და უნდა გავაგრძელო არაჩვეულებრივი ადამიანისა და ქორმაისტერის ბატონი გურამ ყურაშვილის საქმე და იმედი მაქვს, რომ შევძლებთ ამას. ძალიან კარგები არიან და ამას მსმენელი უფრო ხშირად გაიგებს. პირველად შესრულდება შუბერტის მიბემოლ მაჟორული მესა, რომელიც საქართველოში ჯერ არ გაჟღერებულა, პირველი შესრულება და შემდეგ ერთ კვირაში გუნდი მივემგზავრებით ბელგიაში, სადაც დაგვხვდება იქაური ორკესტრი, დირიჟორი და იმედი მაქვს, რომ ვასახელებთ ჩვენს ქვეყანას. ეს პირველი არ არის ჩვენთვის მსგავს კონცერტებში მონაწილეობის მიღება და ერთ-ერთი კიდე საინტერესო პერიოდი მიემატება ჩვენს მოღვაწეობას. ჩვენი კაპელისთვის ბევრი სხვა მუხტი იყო, იმიტომ რომ ჯერ ერთი ჩვეულებრივი კონცერტი არ არის. ძალიან ემოციური იყო, იმიტომ რომ ზვიად ბერიაშვილს ეძღვნება და მეორე ის რომ ჩვენ შევასრულეთ შუბერტის მესა. მინდა ვთქვა, რომ მსგავსი ნაწარმოებები შეგვისრულებია, თუმცა თვითონ შუბერტი ჩვენთვის პირველია, რამოდენიმე თვეა ვმუშაობთ. ხსოვნის საღამოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ხელოვნების სფეროს ცნობილი წარმომადგენლები და საზოგადო მოღვაწეები ესწრებოდნენ.